დღეს გიწევთ ჩემი არხი ტაროზე სამკითხაოდ. გამოიწერეთ არხი, მოусმინეთ ამას და მომწერეთ თუ ეს თქვენი ამბავია. ნახოთ რა ჩანს აქ პირველ რიგში, რაც ძალიან თვალში საცემი არის. ეს ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ფიგურა კატის, ასეთი დაცქვეტილი ყურებით, როგორი თვალები აქვს, კბილები დაკრეჭილი, რაც მიმანიშნებელი არის, რომ ეს ადამიანი, ვინც ახლა ამას უყურებს, ვინც ჩაუთქვა ეს ყავის ჭიქა, ისეც არის ეს, ასე ვთქვათ, ჩახედვა ყავაში, ეს არის, ასე ვთქვათ, ნახეთ, ძალიან დიდი თვალები აქვს, ძალიან აკვირდება და თავს იცავს და ემუქრება იმას, ვინც და აქ ჩანს რა, ვინც მის სიყვარულს შეეხება. ამ ადამიანს აქვს დიდი სასიყვარულო გამოცდილება, დიდი ტკივილები გადატანილი, მაგრამ უკვე იცის, როგორ დაიცვას თავისი სასიყვარულო ამბავი და თავისი ცხოვრება. ასე ვთქვათ. აი ამ კატას თავზე ადგას, აი მე მინდა კარგად დაგანახოთ, როგორი ძლიერი მამაკაცური ენერგიის ანგელოზის ფიგურაა, ფრთებ გაშლილი, რომელსაც ხელი აქვს მოხვეული, ან ფრთა აქვს უბრალოდ მოხვეული მეორე ადამიანზე. ეს ჩანს, რომ ანგელოზი გიფარავთ თქვენ და გიცავთ თქვენ ამ სასიყვარულო სიტუაციებთან დაკავშირებით. დიდი მფარველობა გაქვთ ამ ანგელოზისგან. ხოლო რაც შეეხება კატის ქვეშ რაც ხდება, ძალიან საინტერესო ამბებია. ნახეთ, რამხელა უზარმაზარი ბოქლომია, რომელიც გახსნილია. ეს მიუთითებს იმაზე და აჩვენებს იმას, რომ თქვენი გულისკარი უკვე გახსნილია, თქვენი ჩაკეტილი ბედი უკვე გახსნილია, გაიხსნა რაღაცა, ასე ვთქვათ, ბლოკი რაც იყო აქამდე. და მასზე ნახეთ მოემართება მამაკაცი ამ ბოქლომზე თქვენს გულში შემოსასვლელად. მაგრამ ამ კაცს ერთი შეხედვით აქვს, ასე ვთქვათ, თევზის კუდი, რაც ჩანს იმას, რომ ეს კაცი დიდი ალბათობით წარსულში დაკარგული მამაკაცია, წარსულში დაკარგული სიყვარულია, რომელიც ბრუნდება. ნახეთ, როგორი კუდია, რომელიც დასხლტა ერთ დროს, დაგისხლტა ხელიდან, ასე ვთქვათ, და ახლა შემობრუნდება და ბრუნდება. ჩანს ინიციალები, რომელიც ამ მამაკაცის სახელის, გვარის, ასე ვთქვათ, პირველი ასოები ან ასეთი მკვეთრი ასო შეიძლება იყოს და მიხვდეთ ვინ არის ეს, რასაც ვიტყვი ბოლოსკენ, ვიდეოს ბოლოსკენ ამ ინიციალებს. ძალიან მკაფიოდ ჩანს სხვათა შორის ძალიან ბევრ ადგილას ერთი და იგივე ინიციალი, ასოს ინიციალი, ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამ ადამიანს ეკუთვნის ნამდვილად 100%-ით ეს ინიციალები. აი აქ ნახეთ, როგორი ფრთაგაშლილი ჩიტია და ძალიან მალე გაიგებთ ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციას. აი აქაც წერია, ანუ ორ ინიციალს მაჩვენებს, ვიტყვი აუცილებლად ამ ასოებს, როგორც შეგვპირდით. ხოლო აი ეს ჩიტი მიანიშნებს, რომ ამ ადამიანისგან რაღაც შეტყობინებას, რაღაც ამბავს გაიგებთ მინიმუმს, თუ შეტყობინებას არა. ნახეთ, როგორი გზა არის, ასე ვთქვათ, შუაში ამომავალი. და ეს გზა ერთის მხრივ ყოფს აი ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრე და მეორე მხრივ აი ესეთ ფესვის მაგვარ ფიგურაზე. ეს მიმანიშნებს, რომ ამ სიტუაციიდან, ხო, ამ წარსული მოვლენებიდან დღემდე ძალიან დიდი პერიოდია გასული, ძალიან დიდი გზა არის გასული და ეს გზა არ დასრულებულა. და ფესვი მიანიშნებს იმას, რომ საკმაოდ კი არა და კარმულია ეს სიტუაცია. და ეს ამბავი სანამ არ დასრულდება, აუცილებლად მოვა, ანუ არ გაწყვეტილა. მიუხედავად იმისა, რომ აი ჩანს, რომ ძალიან დიდი ხანი არის, საგრძნობლად დიდი ხანი არის გასული, მაგრამ არ დამთავრდება ეს, სანამ არ დამთავრდება ეს ისტორია. ეს კარმა უნდა დასრულდეს, ეს ციკლი უნდა დასრულდეს და ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ფესვს აჩვენებს, რომ ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შემოbrunდეს, იმიტომ რომ თქვენ სულს ეს სჭირდება. ასევე ეს მიანიშნებს, რომ თქვენ სულიერი ზრდა არის, ასე ვთქვათ, ძალიან გაგრძელებული და ამ
ისტორიაზე, ამ ტკივილზე, იმიტომ რომ ეს დანაკარგია, ხო, გასხლტა როდესღაც, როგორი მზის მაგვარი ყვავილი ამოსული, ან ყვავილზე მჯდარი მზეთ შეიძლება იყოს. თქვენ ამ ტკივილისგან, დარდისგან, დანაკარგისგან უფრო მეტი მიიღეთ და ეს უფრო მეტი არის სულიერი ზრდა. ეხლა ვნახოთ აი რა ადგას ამ ფევს ისევ და ისევ ერთი ანგელოზი, რომელიც ზის და რაღაცას ძღვენივით გადასცემს მეორე ანგელოს, ასე ვთქვათ, რომელიც ფეხზე დგას და ისევ იგივე ასოს ინიციალი იხატება, აქ რაც აქ წერია ინიციალები. უბრალოდ ერთი და იგივეა და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ზუსტად იმ ადამიანის სახელის ან გვარის ინიციალი, ვიზეც არის ინფორმაცია ამოსული. და აი ამ ასოს ინიციალის ქვეშ წერია ციფრი 10. 10-იანი არის იღბლის ენერგია, ფორტუნას ენერგია და ეს არის ციკლურობის ენერგია და გვაჩვენებს, რომ ეს ამბავი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ციკლურად მოbrunდება. იღბალი დატრიალდება თავიდან და აგერ ჩემო ძვირფასებო 8-იანი, რაც ამბობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება, აუცილებლად შემოტრიალდება ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ეს არის კარმული. მაგრამ ამ შემთხვევაში წინა ისტორიიდან, წინა გამოცდილებიდან განსხვავებით ძალიან დიდი ფარველობა ჩანს თქვენთან დაკავშირებით და ჩანს კიდევ ის, რომ ამ მამაკაცს უკვე გააზრებული აქვს რაღაც მნიშვნელობები. არა მარტო თქვენ გაიზარდეთ სულიერად, ხო, თქვენ გაიზარდეთ სულიერად, მაგრამ ამ მამაკაცს აქვს, ასე ვთქვათ, ვერ გეტყვი რამდენად გაიზარდა, მაგრამ აქვს გამოცდილება მიღებული. აი აქაც ჩანს კიდევ იგივე 200-ს მაჩვენებს, ისევ ინიციალი გამოსახული და აი აქ კიდე ზუსტად იგივე ასოს ინიციალები, რაც მოკლედ აი ამას აჩვენებს, რომ გაზრება მოხდა, ეს კარმულია და ეს ციკლი დაბრუნდება აუცილებლად. მიუხედავად იმისა კიდე იმას ვამბობ, რომ თითქმის მთელი ცხოვრება იყო წყვეტა. აი აქ ნახეთ, როგორი ბორჯღალოს მაგვარი ჯვარი არის და აუცილებლად ეს ციკლი დატრიალდება. ეს კარმული ციკლი შემოbrunდება, იმიტომ რომ ეს კარმა დამუშავდეს, ისი არ გიშვებთ სამყარო, რომ ეს კარმა არ დამუშავდეს. აი აქ აქაც ნახეთ დიდი ფორმის უკვე იგივე ფორმას იმეორებს, რაც აქ ბორჯღალოს ფორმას, უკვე დიდი ფორმის ბორჯღალოს მაგვარი ჯვარი, რაზეც არის ინიციალები, ისრები არის და აქ ისევ იგივე ასო, რაც აი აქ ყველგან არის გამოჩენილი. ანუ მოქმედებისთვის მზად არის ამ კარმული მოქმედებისთვის ეს ადამიანი. ნახოთ მეორე მხარეს რა ხდება, ანუ ამ წუთას რა იხსახება. ალბათ ძალიან მკაფიოდ ხედავთ და ჩანს ორი სახე ადამიანის, რომელიც ერთმანეთს უყურებს პროფილში, ქალის მდედრობითი სახე და მამაკაცის სახე. აქ იგრძნობა, რომ ამ ადამიანებს ენატრებათ ერთმანეთი და აი აქ მოცემული ფიგურები მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით კი არა და შემიძლია ვთქვა, რომ სიზმრებშიც ნახულობენ ეს ადამიანები ერთმანეთს. ანუ ცხოვრებისეული წყვეტა იყო ნამდვილად, მაგრამ ემოციური წყვეტა შინაგანი არ ყოფილა. ამ ქალს მეორეს მხრივ აქვს ცხენის ფიგურა, შავი ცხენის ფიგურა და ეს მიუთითებს იმას, რომ ეს არ არის ის ქალი, ვინც ამ კაცმა წარსულში დაატოვა, არის ძალიან ტრანსფორმირებული, ძალიან თავისუფალი, ვნებიანი, თავის თავში დარწმუნებული და ისეთი არის, იცით, თავისი ინტერესების დამცველი, აღარ არის ისი სუსტი არსება, ძალიან გაბედული ადამიანი არის ეს ქალი. აი აქ ნახეთ ამ ფიგურის უკან როგორი ძვალია, თეთრი ძვალი, რაც მიუნიშნებს, რომ ეს არის საგვარეულო კარმიდან, ეს სასიყვარულო ტვირთი წამოსული ამ ქალთან და დედის ხაზია აქ. დაფიქრდით, თქვენს საგვარეულოში დედის ხაზით იყვნენ თუ არა ქალები ბედნიერი. ამ ტვირთს ატარებს
ატარებს ეს ქალი და თითქოს აი ამ ქალმა უნდა გაწყვიტოს ეს ტვირთი, დაამუშავოს ეს კარმა და მთელი საგვარეულოს, ქალების საგვარეულოს დაეხმაროს იმით, რომ თვითონ გახდეს სტაბილურად ამ ცხოვრებაში ბედნიერი და მიაღწიოს თავის ბედნიერებას. აქაც არის ინიციალი, შეიძლება იყოს ნასო ეს პიროვნება და აი იმიტომ რომ აი აქაც ამ კაცის ფიგურაზეც ნასო აწერია და წერტილი, ანუ ამ კაცში ცხოვრობს ეს ქალი ნამდვილად ნასოზე. შეიძლება იყოს გვარი, სახელი ან რომელიმე ასო სახელსა და გვარს შორის, ესეც შეიძლება გამოვიდეს და ამოვიდეს. აი ამ კაცის პროფილსა და ქალის პროფილს შორისაც აი აქაც არის ასე ვთქვათ ქალის ფიგურა წარსულიდან. მოკლედ ამ მამაკაცს ეს სიზმრებით საკმაოდ ხშირად გნახულობთ სიზმარში. ეს ადამიანი ამ წუთას რაც ხდება არის ეს, თქვენით არის მოცული, თქვენც არანაკლებ ფიქრობთ ამ ადამიანზე ნამდვილად და თქვენ უნდა დაამუშავოთ ეს სიტუაცია, როდესაც მოვა, უკვე გზაზეა, მოვა ეს ადამიანი მოუბრუნდება და თქვენ უნდა დაამუშავოთ ეს კარმა, არა მარტო თქვენი, არამედ მთელი თქვენი ქალური საგვარეულოსი და მათ დაეხმაროთ მათ ენერგიებს იმით, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი და ასე ვთქვათ სიყვარულში გამარჯვებული ადამიანი. ასევე ნაჩვენები არის, რომ ორივე წყვილი ხართ კარმულები, ანუ წინა რეინკარნაციებშიც ჰქონდათ კავშირი და ამ ცხოვრებაში ეს კარმა უნდა დასრულდეს და დამუშავდეს. ძალიან საინტერესოა, რომ ამ კაცის პროფილის უკანა მხარეს, ანუ ასე ვთქვათ ზურგს უკან ორი ფიგურა არის, ან სამი ფიგურაც შეიძლება იყოს, რომელთაც აი ესეთი ნახეთ, ქალი, ბავშვი და კიდე უფრო პატარა ბავშვი. ეს მიანიშნებს იმას, რომ შეიძლება თქვენ აი ეს დაშორებაზე, რასაც ვლაპარაკობ, იყავით ოჯახი ბავშვებით და მიგატოვათ, ან სურვილი იყო ბავშვის, რომ ყოლოდათ ამაზე ხშირად ვლაპარაკობდით და ყველასთან ეს საჯარო ჩახედვა არის და ყველასთან ინდივიდუალურად აღმოჩნდება, მაგრამ ამ კაცს ტვირთად და სინდისი სიმძიმეთ აწევს ეს ქალი ბავშვებით და აქაც ნახეთ, ქალი ქალთევზას კუდით, როგორც აქ იყო კაცი ქალთევზას კუდით. როგორც თქვენ დაგისხლტათ და დაკარგეთ ეს მამაკაცი, ისიც ესე აღიქვავს, რომ დაუსხლტით და დაგკარგათ თქვენ. ანუ ეს სინანული, ეს სიმძიმე, ეს ასე ვთქვათ, თავის დადანაშაულება, რომ ვერ გაგიფრთხილდათ და დაგკარგათ, ეს ამოდის ასე ვთქვათ, საკმაოდ მკაფიოდ ჩანს. ვნახოთ რა არის ასე ვთქვათ, გულში, ფსკერში. ერთი შეხედვით ეს არის მამაკაცის სახე, რომელიც აი როგორც ასე ვთქვათ, თვითმფრინავით მოდის სწრაფად და იგივე ასოს ინიციალი, რასაც ვიტყვი რა არის ეს ასო, ნამდვილად ვიტყვი, გეტყვით გაშლის ბოლოში და ჩქარობს ეს მამაკაცი მოსვლას და თუ ესე დავიჭერთ, აქ ჩანს ადამიანი, რომელსაც ერთის მხრივ ხელი აქვს გაწვენილი ვარსკვლავებისკენ, ანუ ისრულებს, ასე ვთქვათ, ოცნებებს, თავის სურვილებს იხდეს და სამყარო ეხმარება ამაში და მეორეს მხრივ წარსულში ზურგში აქვს უზარმაზარი დაშნა ჩარჭობილი. ეს არის დიდი ღალატის, დიდი ტკივილის მანიშნებელი, რაც გადაიტანა ამ ადამიანმა, მაგრამ ამ ტკივილმა, ამ ღალატმა, ამ დაშნის ჩარტყმამ აი მიიყვანა ეს ადამიანი იქამდე, რომ ახლა ყველანაირ სურვილს ისურვებს. ახლა კი მე მინდა გითხრათ, რა იყო ის ორი ასო, რომელიც სულ მეორდება. ერთი ლათინურად წერია ტეასო და შეიძლება იყოს ტთ და მეორე ქართული ანბარის გასო არის. მე კი გელოდებით, რომ მომწეროთ, როგორ რეზონინდა თქვენთან ეს ყველაფერი, გამოიწეროთ არხის შეგახსენოთ, ხოლო თან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე 591 233507 ან მომწერეთ Facebook გვერდზე რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი.